პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად მამუკა მდინარაძე დაამტკიცა. მდინარაძის კანდიდატურას დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა პარლამენტის 85 წევრმა. წინააღმდეგი არც ერთი იყო. ძლიერ სახელმწიფოს სჭირდება ძლიერი სპეცსამსახურები. ეს ბუნებრივი ამბავია, ამაზე ხშირად არ ვლაპარაკობთ ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში მე მგონია, რომ ეს იქნება ყველაზე სწორი პასუხი. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით პრეტენზია და ჩვენმა ქვეყანამ განაცხადა იმაზე, რომ სახელმწიფო საქართველოს სახელმწიფო არის შემდგარი სუვერენული დამოუკიდებელი ქვეყანა. შესაბამისად, ძლიერი უსაფრთხოების სამსახურების გარეშე შეუძლებელია ამ ამბიციურ მიზანთან მიახლოებაც კი. ჩვენ რადგან ეს დაბეჭდებით მკაფიოდ თქვით მთელი მსოფლიოს წინაშე, მე ვფიქრობ, რომ ჩემი დავალება გუნდის ხალხისგან იქნება მთავარი და არის ის, რომ ამ ქვეყანას შესატყვისი ამ მიზანთან და შესაბამისი უსაფრთხოების სამსახური ყავდეს. გოჩის საპროტესტო აქციების დროს გააკავეს სამწუხაროდ რომელსაც თანხმობრივი სასწაული არ აქვს ოპოზიციას დაგეგმილი აქვს აქციები მათ შორის სექტემბერში, ოქტომბერში, რაც გააკეთებს რა ნაბიჯებს გადაგება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებისათვის, რომ მოქალაქეების უსაფრთხოება იყოს დაცული. ერთ-ერთი პოზიტიური ამ ამბავში ის არის, რომ მე მეძლევა დღეს საშუალება უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს და პოლიციის თანამშრომლებს ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო. ჩვენ არ ვიცით ჯერ ზუსტად, თუმცა ვარაუდი შეგვიძლია რა პროვოკაციას და მის თამდებ სულ შედეგს აცდა გუშინ არ ვიცი ქალაქი თუ ქვეყანა, ჯერჯერობით ეს მკაფიოდ არ შეიძლება ითქვას, თუმცა ფაქტია, რომ როცა ავტომატის მაგვარი შაშხანით გადაადგილდება ადამიანი დემონსტრანტებს შორის, აქ ადვილი სავარაუდოა, რომ რაღაც რთული პროვოკაცია, ცუდი პროვოკაცია კარგი არ არის, მაგრამ შეიძლება იგეგმებოდეს, მაგრამ გამოძიება დეტალებში მე მგონია, რომ ამ კითხვაზე პასუხს გასცემს და რომ მივალ პირველი ამ საკითხით დავინტერესდები, იმიტომ რომ სულ ახალი ამბავია. დამხობაზე ისევ ლევან ხაბეიშვილი თქვა რომ 4 ოქტომბერს იქნება სწორედ ეს ყველაფერი ამ შემთხვევაში ეს არის თქვენი მიმართულება რა იქნება ამ დღეს შვიდობიანი დამხობა როგორი ტერმინია იცით აი რა მოვიგონო არ ვიცი კეთილი სააკაშვილი დაახლოებით ესეთი ოქსიმორონია არ შეიძლება სერიოზულად ასეთი ხალხის და ასეთ განცხადებებზე კომენტარის გაკეთება ეს არ არის დღეს გამოწვევა, რომელიც ჩვენ ქვეყანას აწუხებს, ერთადერთი მართლაც პატარა турბულენციას შეეცდებიან და უკვე ჩვენი სამსახური შემიძლია უკვე თამამად ვილაპარაკო მის ხელმძღვანელის პოზიციიდან იმისთვის არის, რომ ასეთი პატარ-პატარა турბულენტობები ქვეყანამ თავიდან აიცილოს. აქ არ არის იმის საფრთხე, რომ რაღაცა სერიოზული გაგრძელება შეიძლება ქონდეს. აქ არის საფრთხე მაქსიმუმ იმისა, რომ არ დააზიანონ მცირედით ეკონომიკა, ადამიანები არ გაანერვიულონ. იმის იქით ჯერთი დამხობა სიტყვა, მათი მოწოდება არ შეიძლება მშვიდობიანი იყოს, იმიტომ რომ დამხობა და მშვიდობა ერთმანეთს გამორიცხავს. სიტყვის მნიშვნელობას უნდა გაითვალისწინო, რაც ლაპარაკობენ. მე ყურადღებას ამას იმდენად, რა თქმა უნდა, მივაქცევდი, მაგრამ იმდენად არ მივაქცევდი, როგორც იურისტი ამ შემთხვევაში, როგორც ამ ხალხის სხვა განცხადებებს, სადაც უფრო აშკარად შეიძლება იკვეთებოდეს დანაშაულებრივი კვალიფიკაციის ნიშნები. აქედან გამომდინარე, ეს უკვე სამომავლო საქმეა, ჩვენ რაიმე გადაჭარბებულ შეფასებებს ამ მიმართულებით კვალიფიკაციებთან დაკავშირებით არ ვაპირებთ, თუმცა ყველაფერს თავის სახელი უნდა დაერქვას იმისათვის, რომ სახელმწიფო იფუნქციონიროს გამართულად და ვიღაცას არ კონდეს საშუალება ამ პატარ-პატარა турბულენციებით ეროვნული ინტერესები დააზიანოს. კი, ცოტა გულიმწყდება, რა თქმა უნდა, იქიდან გამომდინარე, რომ საკუთარი ოჯახივით არის და მადლობა საშუალებისთვის. მე მინდა მადლობა გადაუხადო პარლამენტის თითოეულ წევრს. მართლა მეორე ოჯახი არის და იყო ეს ჩემი. მე მინდა ქართული ოცნების ყველა წევრს, ყველა წარმომადგენელს დაწყებული ბატონი ბიძინა ივანიშვილიდან დამთავრებული ქართული ოცნების რიგით ჯარისკაცამდე ამ 10,000-ობით ადამიანს ყველას მადლობა გადაუხადო. ამ წლებისათვის ეს ჩემი მართლა მეორე ოჯახი იყო, არის და იქნება. დრო გავა და მე ალბათ ამ ოჯახში დავბრუნდები, იმიტომ რომ მეორე ოჯახი შეუძლებელია სხვა იყოს ჩემთვის და
მადლობა იმ შესაძლებლობისთვის, რომ მე შემეძლება დღეიდან სხვა მიმართულებიდან ვიზრუნო ჩემი ქვეყნის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაზე და თუ ჩემს ნამუშევარს, ასე ვთქვათ, შეაფასებენ წლების შემდეგ, მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება აზრი ამ შეფასებას პირადად ჩემთვის, თუ იტყვიან, რომ ეს სამსახური თვისებრივად ახალ სამსახურად შედგა, თვისებრივად მოდიფიცირებულ სამსახურად შედგა, გაძლიერებულ სხვა ხარისხის სიძლიერის სამსახურად შედგა და თუ მის თითოეულ წარმომადგენელს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ წარმომადგენელს, რომლებიც ისედაც სამაყები არიან თავიანთი საქმიანობით ამას იმსახურებენ, რომ ისინი ამაყები იყვნენ, კიდევ უფრო ამაყები და კიდევ უფრო ძლიერები იყვნენ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს და ამის გამო. ასოცირება საზოგადოების კომპრომეტად ცუდ რაღაცეებთან, ხო? წინა ხელისუფლების პირობებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების ასოცირება ცუდ საქმესთან, ეხლა იქნება იმის ნება, რომ ეს უწყება უფრო გაიხსნას, რაც შეიძლება უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოხდეს და ადამიანებს არ ეშინოდეთ ამ სამსახურს. ხა რომ შეგვირდეთ რომ ბოლომდე გახსნილი იქნება ეს სამსახური საქართველოში როგორც ვიტყვით ხოლმე, ჩემთვის ბოლომდე გახსნილი უსაფრთხოების სამსახური იმას თავისი ფუნქცია აქვს თითოეულ რგოლში, მას და მე ვფიქრობ, რომ თავისი ფუნქციების შესრულების დროს იქ სპეცსამსახურების ნიშა, რა თქმა უნდა, საიდუმლო ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა მეტი გახსნილობა შემიძლია დაგვირდეთ, ეს ერთი. მართალი ბრძანდებით იმ შეფასებაში, რომ დღესაც კი უსაფრთხოების სამსახური შეიძლება ასოცირდებოდეს რაღაც მოსმენასთან და მსგავს საკითხებთან, მაგალითად მოსმენა კანონიერი, რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს მისი საქმიანობის 0 რაღაც პროცენტი. შესაბამისად, იმდენად დიდია ფუნქციონალი თითოეული რგოლისა. აქ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ანტიტერორისტული მიმართულება გვაქვს, სადაზვერვო მიმართულება გვაქვს, კოდდაზვერვის მიმართულება გვაქვს, ანტიკორუფციული მიმართულება გვაქვს და ამ საკითხებს განზრახ და გამიზნულად ვუსვამ ხას, სადაც ჩვენ სერიოზული შედეგები უნდა გქონდეს, მაგალითად ანტიკორუფციული მიმართულებით. რამდენიმე წელიწადში პრაქტიკულად აღმოფხრილი ბოლომდე და არ ვაჭარბე. პრაქტიკულად ბოლომდე აღმოფხრილი უნდა იყოს ამ ქვეყანაში კორუფცია და ადამიანებმა უნდა დაიჯერონ, რომ შეიძლება იყოს მაღალი თანამდებობის პირი და კორუფციული არანაირი გარეგების თანამონაწილე არც ერთ მომენტში არ იყო. და ეს შესაძლებელია, ეს უნდა დაიჯერონ ადამიანებმა, ჩვენ ეს უნდა უზრუნველყოთ რეალური მოქმედებებით. არა ვთქვათ რაღაც ზედმეტი სიხისტით და რაღაც ისეთი მიდგომებით, ზედმეტად კაცრი და საჩვენებელი მიდგომებით, არამედ რეალური ბრძოლით კორუფციასთან. და ის არ მიხსენებია ის მიმართულება, რომელიც უშუალოდ სამსახურებს განსაკუთრებული სპეციფიკაციის ნიშანს აძლევს, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომლის 20%-მდე არის ოკუპირებული. აქ არის უდიდესი გამოწვევები. და თუ იმ პერიოდში, რასაც მე ამ სამსახურს უხელმძღვანელებ, ის ყინული, რომელიც ნენელა უნდა დაიძრას და იძრება, როგორც ბევრი ხვდება, საბოლოოდ დაიძრება და ეს მივა ქვეყნის გამთლიანებამდე ბუნებრივია, ხა არ არსებობს ადამიანი, რომელიც არ იტყვის, რომ უბედნიერესი იქნება და მეც მათ რიგში ვარ. შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იმ სხვა მიმდინარე საკითხებთან ერთად, ოკუპაცია, რომელიც არის დასაძლევი და ამ სამსახურს ამ მიმართულებით ბევრი სამუშაო ექნება და ოკუპაციის შედეგებთან ბრძოლაც, რაც მიმდინარე საკითხებია, ესეც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება. და გარდა ამისა, მე ვფიქრობ, რომ არა მხოლოდ ანტიკორუფციული მიმართულება, იქ არის უამრავი მიმართულება, გამოწვევები, რომელიც ქვეყნის გაძლიერების პირდაპირ პროპორციულია მათი დაძლევა, უნდა იყოს დაძლეული და მე ვფიქრობ, რომ შემიძლია ამაზე ხვალინდელი გადასახედიდან, ასე ვთქვათ, თუ ასე შეიძლება ითქვას, თამამად ვილაპარაკო. ეს კი ხომ ოკუპაციასთან დაკავშირებით საუბრობთ. თქვენ შეტო. კარგი, დავუშვებ და მე დავუშვებ. ოკუპაციასთან დაკავშირებით საუბრობთ. საგანო საფრთხეებიდან, თავარი საფრთხეები შეგიძლიათ დაასრულოთ. მაგალითად, რუსეთთან მიმდინარე საფრთხეები, გამოწვევები, იგივე საუბრობთ. მოდი მოკლედ გეტყვით. ერთი ოკუპაცია და მისი თანამდებობის შედეგები და მეორე გარეთ ჩავრევები.
და პროვოკაციის საფრთხეები ამ გარჩევებებიდან გამომდინარე ქვეყნის შიგნით. ეს არის ორი მთავარი მიმართულება იმ საფრთხეებისა, რაც საქართველოს დღეს აწუხებს ყველაზე მეტად და რასთან გამკლავებაც მათ შორის ქვეყანას და ქვეყანასთან ერთად იმ სამსახურს ევალება, რომლის ხელმძღვანელობაც მე დამავალად ეს საქართველოს პარლამენტი. ბატონო მამუკა, კორუფციასთან დაკავშირებით ისაუბრეთ და მინდა გითხრათ, კორუფციასთან დაკავშირებით შეიძლება თუ არა ვნახოთ ჩვენ მაგალითად დაკავებული ისეთი ადამიანები, რომლებიც იყვნენ მაგალითად ქართული ოცნების ყოფილი წევრები, ამ მიმართულებით რა შეგიძლიათ გითხრათ, თქვით რომ იბრძოლებს კორუფციის წინააღმდეგ და მშვიდობიან დამხობაზე, როდესაც საუბრობთ, გიორგი ვოსკი რამდენიმე დღის წინ პარლამენტში თქვა, რომ შესაძლებელია მშვიდობიანად დაიჭირონ ლევან ხაბეიშვილი, ეს კითხვებიც ჩნდება მათ შორის, რა შეგიძლიათ გითხრათ კორუფციასთან ბრძოლაზე და ხაბეიშვილის დაკავებასთან? თუ რომელიმე ადამიანი დასაჭერი გახდება და მის კანონური საფუძველი არსებობს, ომით დაკავებას არავისაც არ დავაპირებთ ყოველ შემთხვევაში. მაგრამ ჭირდება ყველა ადამიანის პასუხისგებაში მიცემას, მით უმეტეს პატიმრობას, მყარი სამართლებრივი საფუძველი და თქვენი უკაცრავად რამითქმა მიწევს, პატრონებით როგორც 2012 წლამდე ხდებოდა, მტკიცებულებების გარეშე არც ერთი ადამიანის დაკავებას არ დავაპირებთ არასდროს. ეს ერთი. პირველი კითხვა რა იყო? ხო, ამ თუ კონკრეტულად გაინტერესდა, ბევრჯერ მოხდა კონკრეტული სახელი და გვარი კურსში და რადგან ამ სახელს და გვარს მაინც მიმეორებთ, არ მინდა მას სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია, მაგრამ არ არის თქვენ ბრძანეთ მანამდე ეს მომესმა. თქვენ აქეთა ფლანგიდან. შესაბამისად მე ბევრს ამაზე აღარ ვილაპარაკებ, აღარაძროს ერთს ვიტყვი მხოლოდ, რომ გასაგებია, რომ გაშიფრული აგენტი, რომელსაც არა ოფიციალურ უწყებებში ყავს პატრონი, არამედ მის მიღმა არის უფრო კედელზე მსხვეული სხვა სულიერივით ვიდრე სხვა ნებისმიერი მისი პროფესიის ადამიანი. ეს გვესმის, ისტერიკას გვესმის და ამ ისტერიკას ჩვენ ჩემი აზრით არ უნდა ვაკეთოთ. ახლა სერიოზული კომენტარები გაშიფრული აგენტების კომენტარებს და მონაჭრეზე არ უნდა ვაკეთოთ და თუ კი ეს აგენტი იქნება თუ სხვა ადამიანი არ აქვს ამას მნიშვნელობა. მე აგენტებსაც კი შემიძლია დღეს დაპირება მივცე, რომ ისინი არ გაიშიფრებიან თუ შესაბამის სამსახურებს მოემსახურებიან, მაგრამ თუ კი კონკრეტულ ადამიანებს მოემსახურებიან, თან მით უმეტეს თავისი ქვეყნის საწინააღმდეგო ჭორების გავრცელებით იქნებიან დაკავებულები, ისინი ისედაც გაშიფრულები იქნებიან საზოგადოების მიერ. ეს ჩემი საქმე აღარ არის ახლავე ბოდიში, რაც შეეხება კორუფციას. მე მინდა იცოდეთ ერთი რამ, რომ კორუფციას არ აქვს პარტიული კუთვნილება. ეს იმას ნიშნავს, რომ რომელი პარტიის ჩვენ თუ სხვა პარტიის წარმომადგენლიც არ უნდა ყოფილიყო წარსულში, კორუფცია და მასთან ბრძოლა არის იქნება პრიორიტეტი, განსაკუთრებული პრიორიტეტი, ამაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც არაერთხელ გააკეთა განცხადება და ინდულგენცია ვერც ერთი წარსული თანამდებობა თუ პარტიული კუთვნილება ვერ იქნება ვერავისთვის. ამის იქით მე ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. რა ვერ გააკეთა ამ კითხოთ? ხო, აი რა ვერ გააკეთა ანდრიო. იცოდი წინასწარაცაც კითხავდით. 6 წლის ვადით აირჩიეს ოხანაშვილის სუსუფროსის თანამდებობაზე და 5 თვეში ამ ადამიანმა დატოვა თანამდებობა. რა გახდა ამის მიზეზი? ისეთ რა არის? წინასწარ შემთხვევითი არ ყოფილა მე თქვენი კითხვა რომ წინასწარ ამოვიცანი, ამის საფუძველი კონკრეტული მქონდა, ასე მე საკითხს არ დავსვავდი არასდროს, იმიტომ რომ ანრი არის ადამიანი, რომელიც 2016 წლიდან მათ შორის ჩემთან ერთად, სხვა ჩვენ თანაგუნდელებთან ერთად იბრძოდა ამ ქვეყნისათვის. პირდაპირ მნიშვნელობით ეს იყო ბრძოლა, რომელიც ბრძოლაში ჩვენ ერთად გამოვიბრძნედეთ როგორც პოლიტიკოსები, ამ ბრძოლაში ჩვენ ერთად მოვიპოვეთ ერთმანეთის ნდობა და ანრი ყოველთვის იქნება ამ გუნდის და ამ ქვეყნის ერთგული წევრი. ამის იქით მე ამაზე საუბარი არ მინდა, იმიტომ რომ თქვენი ბოდიში ამის იქით მე ამაზე არ ვილაპარაკებ არაფერს, იმიტომ რომ მე ისეთი სამსახურის ხელმძღვანელი უნდა ვიყო, ასეთ მიზეზებზე ღიად ლაპარაკი მაინც და მაინც რომ არ შეშვენის ადამიანს და ამიტომ არაფერი ისეთი დაფარული და განსაკუთრებული, თუმცა პროვოკაციულ კითხვაზე ამ უკაცრავად ამას შევნიშნავ ამ გადასახედიდან მით უმეტეს, მაგრამ პასუხი მე მგონი არ უნდა იყოს ისეთი თქვენ რომ მოგეწონებოდათ. ბატონო, საქართველოს გამოწვევით სავსე რეგიონში ცხოვრობთ, თქვენი სამსახური ერთ-ერთი მთავარი და საკვანძოა ამოწვით, მitmetzin გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე რაც ამბობ მინარევს, უამრავი დაგეგმებული დღეს დაკავშირებით სამსახურებსაც
დაიმუშ მე ნესტის შეჯობრი დაბერვე თქვა რასახის თქვა ხეიბოს გამადა დაკავშირებული რომ ვიქნათ მეხედა ათქება ამ კუთხით როგორი იქნება რას გააკეთებს მამუკამდინარაძის სახელმწიფოს სამსახურში ამ მიმართულებით რომ შენარჩუნდეს გეოპოლიტიკური ხევების მიუხედავად ქვეყანაში რასაკვირველია სტაბილურობა მშვიდობა და მე არ ვიცი თქვენ მისმენდით თუ არა თავიდან იმით დავიწყე საუბარი თქვენი კოლეგის კითხვაზე რომ ჩემს მუშაობას აზრი ექნება იმ შემთხვევაში თუ წლების შემდეგ ნებისმიერი თქვენგანი ნებისმიერი მოქალაქე ამ ქვეყნის იტყვის რომ თვისებრივად ახალი სამსახურია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ძლიერი ისეთი როგორიც უნდა ყავდეს დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანას და ასეთი ქვეყნის სიძლიერის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი უნდა იყოს და ბუნებრივია ამას ჭირდება ბევრი მუშაობა ერთი იმ მიმართულებებით რასაც მაგალითად ქვია კონტრტერორისტული ანტიტერორისტული მიმართულება კონტრდაზვერვითი დაზვერვითი მიმართულება ანტიკორუფციული სამსახურების გაძლიერება ერთიორად მათ შორის არ დაგიმალავთ და რადგან არ მეშვებით ერთ სიახლეს დაგიანონსებთ რომ მე წარმოუდგენლად მიმაჩნია რომ უსაფრთხოების სამსახურის ნორმალური ფუნქციონირება შეიძლება თუ მას და ქვეყანას არ ექნება ამ უსაფრთხოების სამსახურის სპეციალიზირებული სასწავლებელი. მე არ ვსაუბრობ იმ ფორმით, რაც თქვათ, მაინდა-მაინც უშიშროების აკადემია იყო, მაგრამ მისი თანამედროვე განახლებული, მოდიფიცირებული ვერსია, რომ სპეციალური ცოდნა მიიღონ უსაფრთხოების მომავალმა თანამშრომლებმა, აუცილებლად უნდა არსებობდეს და მე ამაზე აუცილებლად ვიზრუნებ. მატერიალურ-ტექნიკური ბაზა გაძლიერებული აუცილებლად ჭირდება. ამ ხალხს ჭირდება მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, რომ თავისი პროფესიული საამაყო მოვალეობა შეასრულონ პირნათლად და ამისი შესაბამისი ინფრასტრუქტურაც არსებობდეს. ასევე კონკრეტული პროფესიული მიმართულებით გაძლიერება, შესაბამისი ტრენინგები, შესაბამისი დახვეწა თითოეული მიმართულებით, იმიტომ რომ ჩვენ უნდა გქონდეს ძლიერი სპეცსამსახურები იმისათვის, რომ შესაბამისობაში რელევანტურები ვიყოთ იმ სერიოზულ მყარ ყაფიო განაცხადთან მთელი მსოფლიოს წინაშე, რომ საქართველოს არის დამოუკიდებელი, ამაყი, თვითკმარი ქვეყანა და შესაბამისი სამსახურები თავის ფუნქციას პირნათლად ასრულებენ ამ სამსახურში. ეროვნული უსაფრთხოება ქვეყნის როგორც შიგნით, ისე ჩვენს რეგიონში იცით რომ ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას დღეს არა მარტო ჩვენი რეგიონი, მთლიანად მსოფლიო და მისი უსაფრთხოება, აქედან გამომდინარე მამუკამდინარაძე არის სწორედ ის პიროვნება, რომელსაც გააჩნია ის პიროვნული თვისებები და ის მახასიათებლები, რაც უნდა კონდეს ადამიანს, რომელსაც უყვარს თავის სამშობლო, ის არის პატრიოტი ადამიანი, მას აქვს გარკვეული გამოცდილება სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობის სხვადასხვა უწყებებში და რა თქმა უნდა ის არის ერთ-ერთი წარმატებულში პოლიტიკოსი. აქედან გამომდინარე მე ვთვლი რომ ის იქნება ერთ-ერთი წარმატებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. ახალი ხელმძღვანელი მამუკა დინარაძე სწორედ ის პიროვნებაა, რომელსაც აქვს პოლიტიკური, სახელმწიფოებრივი ცხოვრების და მუშაობის გამოცდილება, აგრეთვე სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის გამოცდილება. გამომდინარე ამ ერთობლიობიდან, რა თქმა უნდა, მას გააჩნია ის უნარჩვევები, რომელიც ამ სამსახურის შემდგომ უფრო გამართულ და დახვეწილ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს და ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ პიროვნების პატრიოტიზმის და კეთილსინდისიერებაც. ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა ექნება მამუკამდინარაძის კანდიდატურას, მას აქვს გამოცდილება პოლიტიკური, მენეჯერულ პოზიციებზე მათ შორის და რაც ყველაზე მთავარია ხასუსო ყოველთვის სახელმწიფოებრივი და ეროვნული ქართული აზროვნება. ეს არის მთავარი ამ უმნიშვნელოვანეს პოზიციაზე. პოლიციამ გუშინდელ აქციაზე ცეცხლსასროლი იარაღის მქონე ერთი პირი დააკავა. ის პროტესტის მონაწილეებს შორის შეიარაღებული გადაადგილდებოდა. მე არ ვიცი ვინ პიროვნება იყო ეს, არც დავიცვა მინდა და არც გავაკრიტიკო, იმიტომ რომ არ არის ცნობილი ჩემთვის ამ პიროვნების ვინაობა. ისე ყველას გასაგონად მტრისაც და მოყვარისაც კიდევ ერთხელ ვამბობ, ნებისმიერი მცდელობა ამ ჩვენ მშვიდობიან პროტესტს რაიმენაერად ჩირქი მოსთხონ, თითქოს ეს არის რაღაცა შეიარაღებული გადატრიალება, ეს არის სწორედ კრემლის მსახურების ამ მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდის პროპაგანდის სასარგებლო საქმე და ბუნებრივია აბსოლუტურად კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი შეიარაღებული
ასე ვთქვათ, ქმედება, ძალადობრივი ქმედება, ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ ჩვენი ბრძოლა საქართველოს გადასარჩენად არის არაძალადობრივი, მშვიდობიანი, ასეთი იყო, არის და გაგრძელდება. რევოლუციური სცენარებისთვის ემზადება ეს ხალხი, იმიტომ რომ არჩევნებში იციან, რომ წააგებენ, ძალადობრივი აქციებისთვის ემზადება. აი ეს არის ერთ-ერთი ფაქტი. მიდიხარ აქციაზე და გაქვს ერთსასრული იარაღი. რა შეიძლება იყოს აქ მიზანი? სად არის აბა ბატონ ხაბეიშვილს კითხეთ, მშვიდობიანი დამხობა დაამატოს მაშინ მშვიდობიანი დამხობა იარაღით. წინასწარ ახლა გამიჭირდება მე იმის თქვა თუ რა იყო მათ ჩანაფიქრი და რა მოტივი ჰქონდათ და რა ამოძრავებდათ, ამას რა თქმა უნდა გამოძიება სჭირდება, რასაც შესაბამისი სამსახურები აწარმოებენ ახლა და ალბათ თვითონ გააკეთებენ მეგრებს შესაბამისი უწყებები განცხადებას. თბილისსა და აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებები ამოიღეს. 3 კილოგრამამდე მეტადონი, 32 მეტი შეკვრა, სარეალიზაციოდ დაფასებული სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალება და 140 ცალი ფსიქოტროპულიაბი. დაკავებულია 4 პირი, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეები. თბილისსა და აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებები, 3 კილოგრამამდე მეტადონი, 32 შეკვრა, სარეალიზაციოდ დაფასებული სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალება და 140 ცალი ფსიქოტროპული აბი ამოიღეს. დაკავებულია 4 პირი. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე დაკავებულები არიან უკრაინის მოქალაქე 1985 წელს დაბადებული აა და წარსულში ნასამართლევის საქართველოს მოქალაქეები 1992 წელს დაბადებული თნ 1991 წელს დაბადებული გძ და 1991 წელს დაბადებული ბმ დანაშაულები 20 წლამდე ან და უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდებას ჰქონდა სრულ ყავდათ სრულ მოწმეები, რომელიც ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებას აძლევდა, არ ყავდათ ნეიტრალური მოწმე, არ ჰქონდათ ნეიტრალური მტკიცებულება, წარმოდგენილი იყო 26 წამიანი ვიდეო ჩანაწერი, სადაც არ ჩანდა დეტალურად არც ერთი გარემოება, მათ არ ჩაატარეს ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა, არ დაადგინეს ნამდვილად საბა იყო თუ არა ვიდეო ჩანაწერზე ასახული და ეს ვიდეო ჩანაწერი გაურკვეველი ადამიანისგან, ასე ტატო მაისურაძის Facebook პოსტიდან გადმოწერეს, შეგიძლიათ შეგძანდეთ და ნახოთ, რომ ეს საერთოდ სოციალური ქსელი გაუქმებულია. არ ვეთანხმებით სასჯელის სახეობასაც მათ შორის, ვინაიდან ამ სასჯელს აქვს ალტერნატიული სასჯელებიც, მათ შორის ამუხს აქვს ალტერნატიული სასჯელებიც, ისეთი როგორც არის ჯარიმა, ისეთი როგორც არის შინაპატიმრობა, ისეთი როგორც არის 6 თვიდან 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამიტომ როცა არჩევ, თუნდაც ამტყუნებ უდანაშაულო ადამიანს და არჩევ სასჯელს, მინიმუმ უნდა არჩიო ყველაზე მსუბუქი სასჯელი იმისათვის, რომ წამებაში დაზარალებული ადამიანი არ გაუშვა ისევ საპატიმრო დაწესებულებაში. ამიტომ არც მორალურად, არც სამართლებრივად სასამართლოს არ მიუღია სწორი გადაწყვეტილება. აბსოლუტურად მართალია ჩემი შვილი, ასევე სასტიკად ნაწამებია, ასევე არ იყო მსჯავრდებული და სამარტო საკანში მე-6 იზოლატორში გამოკეტეს 9 თვეა, ამაზე ყველაფერზე აუცილებლად აგებენ პასუხს 2 წელი. ეს არის ამათი საკენკი გადმოგდებული, რითაც ჩვენ უნდა დავკმაყოფილდეთ, მაგრამ ვერ ვკმაყოფილდებით, იმიტომ რომ ჩვენი შვილები არიან მართლები და არ ვაპირებთ, რომ ამაზე კმაყოფილები ვიყოთ და გავჩერდეთ. უშინდელი განაჩენი რაც არ უნდა გზამკვლევი იყოს მოსამართლისთვის, სამართლებრივად მან უნდა მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება და ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ჩვენ არაერთხელ გვითქვამთ, რომ მან უნდა გაუძლოს პოლიტიკურ мотиваციას იმ ზეწოლას, რომელიც არსებობს, თუმცა ამის იმედი რამდენად გვაქვს ან ჩვენ ადვოკატებს ან საზოგადოებას, ეს მე მგონი ისევ ცალსახა არის. ამიტომ ვნახოთ, შევდივართ პროცესზე, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ რომელიც არის ასევე ფიქრობ ფორმალური და ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. რაღაცა დაყადაღების მიზეზი იყო სხვადასხვა საქმიანობა და მათ შორის პირბადეების შეძენა. სავარაუდოდ, როგორც ვიცი, ამასთან დაკავშირებით ვარ დაბარებული. პროკურატურამ დაამიბარა და ვთხოვე, რომ სასამართლოში დაკითხვა მერჩივნა. ჩვენ პერიოდში რაც ხდებოდა ორგანიზაციაში, რა თქმა უნდა, ყველაფერი იყო ქართული საქმე. ვებსახურებოდით ჩვენს ქვეყანას, ვიცავდით თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, ადამიანის უფლებებს. შევიძინეთ, რა თქმა უნდა, პირბადეები იმისაც, რომ ჩემი თანამშრომლები ყოფილიყვნენ უსაფრთხოდ და ეს არის მორიგი დევნა სამოქალაქო ორგანიზაციების, რაც ხდება ხორციელდება ქვეყანაში, იმიტომ რომ დაყადაღების შემდეგ ცხადია ამ ორგანიზაციებს გაუჭირდებათ ფუნქციონირება. ყველა ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები აკეთებდნენ მოწოდებას წინააღმდეგობისკენ, დასტურდება რომ ამ ორგანიზაციების ფინანსები ხმარდებოდა ისეთი საშუალებების შეძენას, როგორც არის წიწაკის სპრეი, როგორც არის ჩაფხუტები, სახის დამცავი სათვალეები, ნიღბები და ასე შემდეგ. გარდა ამისა, საქმის მასალები დასტურდება, რომ ეს ფონდები ჩართულები იყვნენ სამართალდარღვევის წახალისებაში, რაც გამოიხატებოდა სამართალდარღვევი პირების ჯარიმების გადახდაში. აქ ყურადღება უნდა მივაქციოთ, ეს არ იყო ჯარიმის ჯერადი გადახდა, ამას ჰქონდა მასობრივი ხასიათი და ასევე ეს გამოიხატებოდა ბრალდებული სახით დაკავებული პირების საადვოკატო მომსახურებაში პირადი ხასიათის ფინანსური საკითხების გადაწყვეტაში. ვიდა ეს კადიროვის მსგავსი მოღალატეთა ბანდა, რომ აი ესე არც კი ხვენიათ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს ებრძვიან, იმიტომ რომ ისინი ცდილობენ დაეხმარონ იმ ორგანიზაციებს, ვინც იცავს საქართველოს ინტერესებს, დაეხმარონ იმ ხალხს, ვინც გამოდის საქართველოს იზოლაციის გასაპროტესტებლად, ვინც გამოდის საქართველოში დემოკრატიის განადგურების გასაპროტესტებლად და ამ მოღალატური კრიმინალური რეჟიმის მშვიდობიანად გასაპროტესტებლად. ბუნებრივია ეს გასაკვირი არ არის. საქართველოში არსებულ NGO-ებზე პასუხი აქვს ამერიკის პრეზიდენტ ტრამპს.
მან თქვა რომ USAID რომელიც ძირითადად აფინანსებდა მათ შორის საქართველოში NGO-ებს არის თაღლითი ორგანიზაცია და გააუქმა საერთოდ ზუსტად იმ მიზეზით რასაც ჩვენ ვამბობდით რომ ისინი აფინანსებდნენ შავი ფულით იმ ორგანიზაციებს რომლებიც ერეოდნენ შიდა პოლიტიკაში სხვადასხვა ქვეყანაში არაფერ შუაში არ არის პოლიტიკური დევნა როცა არ გვევ კანონს რეაგირება ექნება სახელმწიფოს აი ეს უკვე გაცვეთილი მეთოდია უკვე სკოლის მოსწავლეებმაც იციან რომ იტყვება ეს ხალხი კანონი არ დაარღვიო და ამ შემთხვევაში სახელმწიფოსგან რეაგირება არ იქნება ის ფაქტები არის ტყუილი, სიყალბე და ის ფაქტები, რასაც თქვენ ლაპარაკობთ ფაქტების თაობაზე, ის დანაშაული კი არ არის. ის რომ ჩვენ დავაბრუნებიეთ მოპარული ფული, ის რომ ჩვენ დავაბრუნებიეთ უკანონოდ მითვისებული მიწები ამ რეჟიმისთვის, მოღალატეთა კრიმინალთა რეჟიმისთვის არის დანაშაული. ნებისმიერი ქართველისთვის და საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის და საქართველოს კანონმდებლობისთვის ეს არის სწორედ ის, რაც უნდა გააკეთოს ნებისმიერმა პატრიოტულმა ნორმალურმა ხელისუფლებამ. საგანგებო მნიშვნელობის დასკვნა, რაც შეეხება დანაშაულებებს და ადამიანების უფლებების ფეხქვეშ გათელვის ფაქტებს და არა თელ ჩამონათვალს, რომელიც იქ არის, მე ვსაუბრობ ფაქტებზე, რომელიც ყველა მიცის. ერთი მაინც ასეთი ფაქტია, რომ ყოფილიყო ნებისმიერ დემოკრატიაში დაშვებული ასაკურველია იმ სახელმწიფოს ხელმძღვანელობა ზოგადად არ იარსებდა და მეორე დღიდან და არც არასოდეს გამოჩნდებოდა პოლიტიკურ ასპარეზზე განსხვავებით იმ ვითარებისაგან, რომელიც საქართველოშია შექმნილი და მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ეს არის ომის თემა და სპეკულაციები ამასთან დაკავშირებით. განხილულ იქნა მედია მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი რამდენიმე საკითხი, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული ყოფილიყო საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევასთან. საკითხები და დაკავშირებით კომენტარები მოვისმინეთ შესაბამისი უწყებებისაგან, რომელთაც თავიანთი წევრები ყავთ წარმოდგენილი კომისიაში. არც ერთი მნიშვნელოვანი დარღვევა არ გამოვლენილა ამ ეტაპზე. ძირითადად ეს იყო მოსაზრებები, რომელიც არ ეფუძნებოდა არანაირ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად კომისიამ ეს ცნობები რეაგირების გარეშე დატოვა. საარჩევნო ადმინისტრაციამ წარმოადგინა კონკრეტული მოსაზრებები და ფაქტები იმ საკითხებთან მიმართებაში, რაც დასმული იყო უწყებათა შორისი კომისიის ფორმატში. ამ მსჯელობისას გამოიკვეთა ძალიან მნიშვნელოვანი ბევრი გარემოება. მთავარი გახლავთ ის, რომ თვითონ კომისიის მუშაობა არ ცდება მის მანდატს, მიმდინარეობს მსჯელობა საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე და საარჩევნო ადმინისტრაცია გააგრძელებს ჩართული მხარეების ინფორმირებას. მუნიციპალიტეტი იღებს გადაწყვეტილებას 2026 წლიდან გვინდა დავიწყოთ და დავიწყებთ ამ პროგრამის განხორციელებას. თუ იქნება მოსახლეობის თანხმობა, ჩვენ შეგვიძლია გამოვისყიდოთ აღნიშნული ფართების შემდგომ უკვე საინვესტიციო პროექტებისთვის, იმიტომ ბევრი არის ადამიანი, ვინც ამბობს, რომ აი მე ხარ ოდემდე ველოდო, იქ როდესაც პროექტი განხორციელდება, ჩემთვის კარგი იქნება თუ მომცემთ სხვა შესაძლებლობას. გამოსასყიდი ქონება შეფასდება საბაზრო ღირებულებით, რაც უზრუნველყოფს სამართლიან გამოსყიდვას და მოსახლეობის ეკონომიკური ინტერესების დაცვას.
მრავალმა ბრიტანულმა გამოცემამ Wanderlust ბათუმი დაასახელა ევროპის 2025 წლის ყველაზე სასურველ ტურისტულ მიმართულებებს და ქალაქებს შორის. აღნიშნულ პლატფორმას 1.5 მილიონზე მეტი მკითხველი ყავს თვეში, რაც რა თქმა უნდა გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ აღნიშნულ მსგავს ნომინაციებში ბათუმის და ჩვენი ქვეყნის ნომინირება ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონის და ქვეყნის კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაციას და კიდევ უფრო ბევრ ადამიანს გააცნობს იმ დიდარ ტურისტულ კულტურულ შესაძლებლობებს, რომელიც ჩვენ ქვეყანას და ბათუმს აქვს. ეს არის ნამდვილად კულტურული მოვლენა და ძალიან ბევრ ადამიანს ახარებს, ახალისებს, აუცილებელია ადამიანებისთვის, მოქალაქეებისთვის ამდაგვარი ღონისძიებები, რათა უბრალოდ გაითიშონ და დაფიქრდნენ უფრო სულიერ საკითხებზე და უბრალოდ ცოტა ხნით იყვნენ ბედნიერები ლამაზი მუსიკის მოსმენით. ამ 2 დღის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის კულტურული ცხოვრების ეპიცენტრში ექცევა ზუგდიდი და დადიანების სასახლე. ეს ლოგიკურიც არის და ტრადიციულიც, იმიტომ რომ იოჰან შტრაუსმა მიუძღვნა ამ სასახლის მკვიდრს თავისი შედევრი. აქ ინახება ერთ-ერთი უდიდესი კოლექცია საოპერო ნაწარმოებებისა და ის რომ ამ სცენაზე არის ასეთი მაღალი დონის ზეიმი, ეს არის უპირველეს ყოვლისა ქართული კულტურის გამარჯვება. ჩვენ სამშობლოში კლასიკური მუსიკა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, განხრა ჩვენი მუსიკალური საგანძურისა. როდესაც პირველი დასები შემოვიდნენ, იტალიური დასები საქართველოში, ძალიან დიდი იყო მაყურებელთა, ასე ვთქვათ, ინტერესი ამ ყველაფრის მიმართ და მას შემდეგ ჩვენი კლასიკური მუსიკა, ოპერა, სიმღერა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არა მარტო ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მსოფლიოსთვის.